სათავეს. რაც შეეხება გენეტიკურ ტყელტერფიანობას, ამისი პროცენტი შედარებით დაბალია. ძირითად შემთხვევაში არის სტატიკური ტყელტერფიანობა, რომელიც არის შეძენილი. აქ სუსტი არის ძვალსახსროვანი სისტემა და სხვადასხვა ფაქტორი აქვს, რაც განაპირობებს დროთა განმავლობაში ამ ტყელტერფიანობის შეძენას. ეს არის ჯერ ისევ უხარისხო ცუდი ფეხსაცმელი. დასაწყისშივე რა თქმა უნდა, როგორც კი სიარულს დაიწყებს, იქ ფეხსაცმელს აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტორი. თქვენი სურვილის მიხედვით ბავშვს ნუ ჩაათმეთ ორთოპედიულ ფეხსაცმელს. ყველა ბავშვს ეს ნამდვილად არ ჭირდება. იქ შესაძლებელია ღერდის ისეთი დარღვევა იყოს, რომ სუპინატორი ან ფეხსაცმლის ტარების გამო თქვენ გააკეთოთ პირიქით ვარუსული დეფორმაცია გამოიწვიეთ. ამიტომ მიმართეთ ყოველთვის ორთოპედ ტრავმატოლოგს. შემდგომში მძიმე წონა, რომელიც ახდენს პროვოცირებას. ფეხმძიმეობის დროს არის ძალიან ხშირი. ცხოვრების წესი, დიდხანს ფეხზე დგომა, დიდხანს ჯდომა, პროფესიული და სპორტული დატვირთვები, რაც სამომავლოდ შესაძლებელია გადავიდეს აბსოლუტურ ტყელტერფიანობაში. თვითონ ტყელტერფიანობა შესაძლებელია იყოს სიგრძივი და განივი. ზუსტად ხარისხის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე და ხარისხი როგორც სიგრძივ და ესევე განივ ტყელტერფიანობას აქვს სამი. ასევე ხშირად ხდება კომბინირებული ტყელტერფიანობა და ნაწილობრივი ტყელტერფიანობა. რამდენი მიმართულება ქონდა ძალიან ბევრი მიმართულება. მეგონია რომ ტყელტერფიანი ადამიანი სუპინატორს შეუკვეთავს და მორჩა ამით ყველაფერი დამთავრებულია. ძალიან ბევრია. გარდა იმისა, რომ ტერფს აგრესორული ფუნქცია, ხო, საკმაოდ რთული აგებულებაა და რის საშუალებას გაძლევს, რომ ვერტიკალურად მდგომარეობა შეინარჩუნოთ, სწრაფად გადაადგილდეთ. თქვენ ხო იმ მომენტში არ ფიქრობთ, რომ ეხლა მე ჩემი სინძიმის ცენტრი შეიცვლება, საყრდენი წერტილი შეიცვლება და ავტომატურად ხდება ეს ყველაფერი. და თუ დაირღვა ეს რესორული ფუნქცია, პირველ რიგში კოჭის, მუხლის, მენჯბარძაყის სახსრის ტკივილი, ტერფის ტკივილი, წვივის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება ტერფებში, ფეხებში, შემდგომში წელის ტკივილი და როგორც ხშირად ეხა თანხმედრი მოვლენა არის ბატონი მიშა ეხა ამაზე უფრო დეტალურად ისაუბრებს, ეს არის სკოლიოზი. ამ სკოლიოზს შემდეგ როგორც გართულება ხშირად ზრდებს თავის ტკივილი და მხედველობის პრობლემები. სკოლიოზამდე რო არ მივიდეთ, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში? პროფილაქტიკური საშუალებები რა უნდა მივაქციოთ და თუმცა გადაცემის წინა ნაწილში აღინიშნა ის ფაქტიც, რომ 6 წლამდე თუ არ მივაქციეთ ყურადღება, შემდეგ მისი გამოსწორება შეუძლებელია. თქვენ რამდენად დეთანხმებით ამ მოსაზრებას? რეალურად საქმე ბოდიში ვიხდი ბატონო მიშა, ხა მოკლედ ვიტყვი მექანიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ხომ? რეალურად 4 წლამდე ხო ყველა ბავშვი გავს ტყელტერფიანს. იქ ცხიმის საფარველი უნდა გაილიოს ფეხის გულზე. ამიტომ ვიძახი რომ ყველა ბავშვს არ ჭირდება სუპინატორიანი ფეხსაცმელი. 4 წლიდან უკვე ორთოპედ ტრავმატოლოგი ბავშვს ატყობს როგორ მიმდინარეობს თაღის ჩამოყალიბების პროცესი. თუ შეატყო რომ ტერფი არის ბალგუსური და საჭიროა ჩარევა, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს პედოგრაფიული კვლევა, ეს არის დინამიური ტესტი სიარულის პროცესში ვადგეთ ბიომექანიკურ პარამეტრებს და შემდეგ უკვე მზადება ინდივიდუალური სამკურნალო საკორექციო ღაბაში, რომელიც ღრმა სპორტულ ფეხსაცმელში უნდა ჩაიდოს. და წელიწადში ერთხელ დაქვემდებარების მიხედვით იცვლება ეს ღაბაშის და პროგრამული უზრუნველყოფაც. ყველაზე საუკეთესო დაქვემდებარება, სადაც ჯერ კიდევ ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი, ეს არის 4-დან 8 წლამდე. შემდეგ არის ნაწილობრივი დაქვემდებარება, სადღაც 11 წლამდე და 11 წლის შემდეგ ხდება უკვე მიღებული შედეგის შენარჩუნება. სხვა შემთხვევაში ეს ინდივიდუალური ღაბაში არის დამხმარე საშუალება, რომ არ იყოს რაიმე გართულებები და მოიხსნა სპეციფიური ჩიჟა. 6 წლის არის ჩემი ბიჭი. და თავიდან მითხეს, რომ აქვს ტყელტერფიანობა. შემდეგ ეხლა ვახმატის სუპინატორიან ფეხსაცმელს. და გამოუწორდა ეხლა ჭრილი ჩვეულებრივად აქვს, უბრალოდ ფეხს რო დადგამს, ეს ჭრილი იფარება. და როგორი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს, რომ დავადგინოთ ნამდვილად აქვს თუ არა ტყელტერფიანობა. მადლობ ძალისთვის. აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს ჯერ ესეთი რენტგენი და შემდეგ პედოგრაფიული კვლევა. რაც ეხება ტერფის ჭრილს, შესაძლებელია იმ სტანდარტულმა სუპინატორმა თავისი საქმე გააკეთა რაღაც ეტაპზე, მაგრამ
თუ დაუშვათ ადამიანი ზის, აქ სპეციფიური ტერფის ჭრილი და დგება შემდგომში და ეს ჭრილი სადღაც 3-4 მმ დაბლდება, იქ უკვე საუბარი არის ბრალტერფიანობაზე. უბრალოდ რა ხარისხია, ამას გადავწყვიტავთ რენტგენით. ანუ არც ერთ ვარიანტში არ უნდა დადაბლდეს. არა, ეს მკვეთრად არ უნდა დადაბლდეს, ეს გამორიცხული, ეგ არის კუნთოვან-სახსროვანი სისტემის სისუსტე და მაგიტომ ხდება ეს ყველაფერი და ის რომ 6 წლის ასაკისთვის რაღაც ჭრილია ჩამოყალიბებული, ეს არ არის ჯერჯერობით არაფრის მაჩვენებელი. იქ საკმაოდ დიდი დროა და საკმაოდ დიდი სამუშაოა, ასე რომ ეს ბავშვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს ინდივიდუალური რაბაში და რომ დაფიქსირდება ეს შედეგი, უკვე სრულფასოვნად მე შეიძლება ლაპარაკი გამოჯამრთელებაზე. გაბატონმა თამარმა ახსენა, რომ აუცილებელი არ არის პირველ რიგში სუპინატორიანი ფეხსაცმელით დაიწყოს ბავშვის გაზრდა. თუმცა ძალიან ხშირად მხატვარ დიზაინერს ჩვენს სტუმარს გაბატონ მადონას აკითხავენ, ყველამ კარგად იცის, რომ თქვენ დიზაინერი ბრძანდებით და ძირითადად ფეხსაცმელს კერავთ, მაგრამ გაქვთ ბავშვის ხაზი. რამდენად ითვალისწინებთ და რატომ არის ეს თემა თქვენთვის პრობლემური და მტკივნეულიც კი შეიძლება ითქვას და თუ გაქვთ ესე ვთქვათ რაღაც კონტაქტი ადამიანებთან, რომლებიც ამ საქმეს ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი თემაა დღევანდელი თემა და მადლობა რომ დამპატიჟეთ. იმიტომ რომ ის კატეგორია ხალხის, ვისაც აქვს ეს პრობლემა ბრალტერფიანობა, რა ვიცი, სტატისტიკურად რომ ვიმსჯელოთ, მე მგონი ძალიან სადღაც 70% მაინც არის, კი ბატონო. და ეს იქიდან გამომდინარე დავიწყე ამაზე მუშაობა, რომ ჩემ ძმას, ჩემ გოგოს იგივე პრობლემა ჰქონდა და თქვენთან მკურნალობდით და შედეგიანად. და მე იყო ის მომენტი კიდე როდესაც არა მარტო ბავშვებს, დიდებისთვისაც ძალიან დიდი პრობლემაა, როცა აქვთ სუპინატორი, თქვენთან დამზადებული. ანუ როგორც წესი არის პრობლემა. ძალიან რთული, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ სპორტული ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას, თქვენ ესე ფიქრობთ და მეც ფიქრობ, ამორტიზაციის თვალსაზრისით, თუ ეხა კომფორტული ფეხსაცმელი თუ იქნება შეკერილი საკმაოდ, მუშაობენ ისეთ ადგილზე, თქვა სადაც არ შეიძლება, ხო, იმის ჩათმე ჩვენ ვკერავთ. დაახლოებით 2 ზომით ზრდის ფეხსაცმელს. ეს ორი ზომით ვერ ვიტყვი, ну სადღაც საშუალოდ შეიძლება ზომა მაინც გამოიწვიოს. ეს ქუსლები კიდე ცალკე თემა, ამაზე განსაკუთრებით გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ჩვენთან ყველას ძალიან უყვარს ვიწრო წვერიანი ფეხსაცმელი, მაღალი ქუსლი. როგორც წესი, ეს იწვევს განივ ბრალტერფიანობის პროვოცირებას და ჰალის ვალგოსურ დეფორმაციას. რა არის ეს, ხო? პირველი თითის დახვრის კუთხე ნელ-ნელა იმდენად მატულობს, რომ 15, 20, 30, 40 გრადუსიზევითაც შეიძლება წავიდეს. და შესაბამისად ეს არის ძალიან მტკივნეული. აზიანებს მეორე მესამედიც და ეს იძეს ჩაქუსჩისებურ ფორმას. ძალით გამოდის ხოლმე, ძალიან ხშირად გვინახავს ეფექტიც აქვს და საღამოებზე მხოლოდ მაინც მოქმედებს. არა, ესე არ არის. ეს ძირითადად ახლა რამდენიმე ჯერ კვირაში არა ეს არაფერს არ შვება. და 5 სანტიმეტრი დაშვებულიც არის და კარგიც არის ეს ვენები. ყველანაირად დიახ 2-დან 5 სანტიმეტრამდე არის ოპტიმალური ხუსლის სიმაღლე, რომ ფიზიოლოგიური მრუდი და ფიზიოლოგიური თაღი იყოს კომფორტულად. ალბათო თამარ, თქვენ ახსენეთ, რომ უმეტეს შემთხვევაში სტატიკურია ბრალტერფიანობა. 90%-ში არის სტატიკური. ცნობილია, მაგრამ არის კიდევ რაკიტული, პარალიტური, არის ტრამვული. აი რა სახის ტრავმა შეიძლება გამოიწვიოს ბრალტერფიანობა? მოტეხილობებმა შეიძლება გამოიწვიოს, მყესის დაზიანებამ, ცუდმა შეხორცებებმა. ძალიან ბევრი მიზეზია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ბრალტერფიანობა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ხშირია, იმდენად ხშირი არ არის. იმდენად ხშირი არ არის. პარალიტიკური ყველაზე იშვიათი. რა მაინტერესებს კიდე, თაღი როცა უფრო შეწეული ამ დაავადებას რა ქვია, ჩვენ ხშირად ყავს ესეთი თქვენ პირიქით იძახით, მაღალი თაღი ეს არის გულტერი, ეს კიდე ცალკე პრობლემა არის. ძალიან ბევრი ყავს ესეთი მოხმარებელიც. და იქაც სპეციფიური პრობლემები არის, იქაც დაღლა, ტკივილი არის სერიოზული დისკომფორტია. იგივე დატვირთვა მიდის, ცუდი დატვირთვა მიდის ხერხემალზე. დიახ. და ამ შემთხვევაში როგორია მკურნალობის მეთოდი საინტერესოა. თუ ბრალტერფიანობის დროს ჩვენ სუპინატორს გამოვიყენებთ და ასწევს მას და ჩვენ გვაქვს ამის სამკურნალოდ, მაშინ ახლა ჩვენ რას ვეძახით? სუპინატორს ვეძახით, საერთოდ ეს არის ღაბაში, ქართულად. სუპინატორია იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს საქმე ბრალტერფიანობასთან, როდესაც საქმე გვაქვს პირიქით ვარუსულ ტერფთან, ეს არის პრონატორი და როდესაც საქმე გვაქვს ღრუ ტერფთან და მაღალ თაღთან, იქ გამოიყენება სპეციალური კონფიგურაციის ღაბაში, რომელზეც არის ინდივიდუალურად გამოყვანილი პელოტა. ესე ქვია, ანუ ამას არ ვიცი ახლა ქართულად როგორ გადმოგითარგმნოთ. ეს არის არც ითარგმნება მე მგონი, ხო?
ეს არის როგორი ოვალური ფორმის ეს არის, რა ქვია, საყრდენი, რომელიც წინატერფამდე თავსდება, ეს ინდივიდუალურად ყველასთვის, რომ დატვირთვა წინატერფზე მაქსიმალურად შეამციროს. და სხვა შორის მამაკაცებს უფრო არის. კი. გასაგებია, მივცეთ რჩევა იმ ადამიანებს, მე მაინც ვერ მივიღე იმ შეკითხვაზე პასუხი 6 წლის შემდეგ რამდენად შესაძლებელია რომ გამოსწორდეს აი ეს დაავადება. თუნდაც 20 წლის ასაკში, 18 წლის ასაკში. 18 წლის ასაკში არაფერია. გააჩნია ხარისხს, თუ არის დაბალი ხარისხი და დროზე მიხედეთ, ანუ თუ ვარდიშობს, თუ იკეთებს მასაჟებს, თუ ატარებს სწორედ სუპინატორებს, მეტი შანსია რომ გამოსწორდეს და დასტაბილდეს ეს თაღი. სანამ ბავშვი სანამ იზრდება. თუ არის იდეოპატური, ანუ მესამე ხარისხის მაგის გამოსწორება შეუძლებელია, გარდა ოპერატიული ჩარევა შეიძლება კომფორტული მარტო კომფორტისთვის, მეტი არაფრისთვის ეს სუპინატორი არ გამოგვადგება, მაგრამ ჯობია რომ ატაროს სუპინატორები, რომ დატვირთვა ხერხემალზე იყოს მაინც ნაკლები. და როგორი ტიპის ფეხსაცმელს ურჩევნით ესეთ ადამიანებს, რომელთაც უხეშად რომ ვთქვათ, აღარაფერი ეშვება. ვეცი უნდა შეეგუონ. რა თქმა უნდა, კომფორტულ ფეხსაცმელს, ამორტიზირებულს, რომელსაც აქვს მყარი გარე კიდე, შედარებით ფეხსაცმელი არც ძალიან ვიწრო უნდა იყოს და არც ძალიან ოდნავ თავისუფალი, კომფორტული უნდა იყოს, დრეკადი უნდა იყოს და როგორც წესი, ქუსლი უნდა იყოს მყარი. უნდა დაიჭიროს ქუსლის მიდამო, უნდა დაიჭიროს, რომ იქ ვალგუსისგანაც და დაუშვათ ვაროცისგანაც მეტნაკლებად დაიცვას ფეხსაცმელი. ანუ უქუსლო ფეხსაცმელი არ უნდა იყოს. არ უნდა იყოს ეს მოდაში შემოსული კედები ძალიან მავნეა. რა თქმა უნდა. ძალიან მავნეა და მაქედან არის წამოსული ძალიან ბევრი ტკოვტერფიანობა. მოდაშია საქართველოში და ყველას ყვირი ვარ გაჩერდით, არ უყიდოთ. მოდაში რა. არა, მაგისთვის ვაკეთებ ზუსტად შიდა პლატფორმას, რომელიც მე გარედან აღიეს რომ გავს კედს და კედი არ არის, ხო ეს სხვა რამე არის კი. ეს დიზაინურის დამუშავარია უკვე და ჩვეულებრივი კედი ძალიან მავნეა. უნდა იყოს აუცილებლად ოდნავ ქუსლიანი ფეხსაცმელი. რამდენად არის ქირურგიული ჩარევა ამ შემთხვევაში? ასე ვთქვათ, რეკომენდებული, რამდენად აკეთებთ ამას და ურჩევთ? თუ მეტნაკლებად მაინც არ იცით, როდესაც ძალიან რთული მდგომარეობაა, გამოუვალი მდგომარეობაა, რა თქმა უნდა, ძლიერი ტკივილი არის. აი ფიზიკურად შეუძლებელია, რომ ადამიანმა იაროს. რა თქმა უნდა, ხდება ეს ქირურგიული ჩარევა, მაგრამ იქაც განსაზღვრული ვადები არის. ახლა ეს უკვე ორთოპედ-ტრავმატოლოგების და ქირურგების კომპეტენცია, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, ეს სადღაც 12-14 წლამდე ხდება. შემდეგ უკვე მე მგონი ამასაც არ აკეთებენ. შემთხვევაში, როდესაც